საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი. ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს. დიპლომატის თქმით, ის პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მიდის, როგორც მის განცხადებაში წერია, დანიგანი საქართველოს ივლისში დატოვებს. დეტალებს კი ყვებით საქმიან საღამოში. თბილისში რამდენიმე საკურიერო კომპანიაში დასაქმებული კურიერების ნაწილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ვოლტისა და გლოვოს წინააღმდეგ ოფიციალური საჩივრით მიმართა. პარალელურად პროტესტის ნიშნად კურიერები ქალაქში მსვლელობას მართავენ. გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ გავრცელდა, თუმცა უწყებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია. დღეს კი ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე განაახლეს და ბადაშვილი მოადგილეებს შორის აღარ იძებნება. მოგესალმებით, ეს საქმიანი საღამოა, გადაცემა ბიზნესზე, ეკონომიკაზე და გეოპოლიტიკაზე. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ბაზის ბანკი Liberty Bank-ს ყიდულობს. როგორც BMG-ს წყარომ განუცხადა, გარიგება სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში დასრულდება, მაგრამ თანხის მოცულობა ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია. დაახლოებით 2 კვირის წინ Liberty Bank-ის გაყიდვის სურვილი BMG-ს თავად ბანკის მფლობელმა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ დაუდასტურა, რომელმაც ამ თემაზე დღეს მედიასთან საჯაროდ ისაუბრა. ბიზნესმენის შეფასებით, თუ ეს გარიგება წარმატებით დასრულდა საბანკო სექტორი, ისევე როგორც ქვეყანა და მისი ეკონომიკა გამარჯვებული დარჩება. მისივე თქმით, გარიგების ყველა პირობა ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, მაგრამ მხარეები დეტალებს აქტიურად განიხილავენ. ბიზნესმენი ამბობს იმასაც, რომ თუ ბაზის ბანკთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, Liberty გასხვისების თაობაზე სხვა კომპანიებს დაუკავშირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში სისტემური ბანკები არ იგულისხმება. ჩვენ რამოდენიმე თვეა ლაპარაკობთ ბაზის ბანკთან, სხვა ხალხთანაც. ბაზის ბანკთან 2 წლის წინაც ლაპარაკობდით ეს გარიგებაზე, უბრალოდ ვერ მივედით ბოლომდე და ეხლაც უბრალოდ უნდა ვნახოთ გავლოთ თუ არა ბოლოში. მე იმედი მაქვს ეხლა უფრო მეტი საერთო შეხების ეტელი არის ჩვენ გუნდს და ბაზის ბანკის გუნდს შორის და უფრო ოპტიმიზმით ვარ, მაგრამ ეს არნიშნავს რომ აუცილებლად გარიგება დასრულდება და იმასაც ვეკუთვნით როდის დასრულდება. ბოლომდე ყველა პირობაც არა, ეხლა ცნობილი ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობ ჩვენ. თუ ეს გარიგება დასრულდა, ეს იქნება ძალიან კარგი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის და იმიტომ რომ ის იქნება კაი მისი საბანკო სისტემისთვის, ფაქტობრივად გაჩნდება მესამე ბანკი, რომელიც იქნება ორჯერ დიდი, ვიდრე დღეს არის მესამე ბანკი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ივლისში დატოვებს. დიპლომატის თქმით, პენსიაზე გასვლა მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ხოლო მისგან ამ ნაბიჯის გადადგმა ამერიკის მთავრობას არ მოუთხოვია. რობინ დანიგანი საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობას 2023 წლის ოქტომბრიდან იკავებდა, ხოლო მისი უფლებამოსილება 4 წელიწადში უნდა ამოწურულიყო. მას შემდეგ, რაც დიპლომატი შეერთებულ შტატებს 33 წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება გავიდე პენსიაზე. საქართველოში ამერიკის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგია. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა, როგორც ვაშინგტონში, ისე აქ თბილისში, ამერიკის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად. ეს სრულად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა საქართველოდან ღვინის ექსპორტის კლებას ეხმიანება. როგორც ის BMG-ს კითხვის აპასუხოდ ამბობს, გაყიდვების წლევანდელი კლება გასულ წელს რუსეთში არანორმალურად გაზრდილ ექსპორტს უკავშირდება, რაც აქციზის ზრდაზე ინფორმაციის დაანონსებას მოჰყვა. მისივე თქმით, სააგენტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე მუშაობს, რაც ასევე მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვარ-აპრილში ღვინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი 53.2%-ით შემცირდა და 71 მილიონ 908,000 დოლარი შეადგინა, რაც ქართული ღვინის უმსხვილეს საარეალიზაციო ბაზარზე რუსეთში სასმელის ექსპორტის კლებით არის განპირობებული.
რა თქმა უნდა, ჩვენ მაგისთვისაც ვიღწვით, რომ ქართული ღვინო იყო მეტად გავრცელებული გლობალურ ბაზარზე და შესაბამისად ნაკლებად დამოკიდებული ერთ რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე. საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ ნელ-ნელა რუსეთის წილი მცირდება. ის რაც იყო შარშან იყო სუბიექტური მიზეზებით გამოწვეული, იმიტომ რომ რუსეთში დაანონსდა აქციზის მატება ღვინოზე, რამაც გამოიწვია წლის პირველ ნახევარში არანორმალურად, მოდი ესე ვიტყვი, რომ დამარაგების მიზნით ღვინოების გადაზიდვა. რამაც რა თქმა უნდა ბაზარზე გარკვეული კორექტივები შეიტანა, ის ყველა ნაშთი უნდა ამოიყიდოს და შესაბამისად ამის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც წელს მკვეთრად კლებულობს ექსპორტის რუსეთის მიმართულებით, არის ის, რომ წინა წელს არანორმალურად ბევრი გადაიზიდა. პლუს, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენს მუშაობთ, რომ უფრო მეტი ღვინო გადაიზიდოს სხვა ქვეყნების მიმართულებით. ჩვენ შერჩეული გვაქვს ფაქტიურად ყველა ის ქვეყანა, რომელიც სადაც უკვე არის ღვინის კულტურა, სადაც ღვინო ყოველდღიურობის პროდუქტია, ან პოტენციურად ძალიან საინტერესოა მეღვინეობის კუთხით. დავიწყებ შორეული აღმოსავლეთიდან, ეს არის იაპონია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი. წელს პანდემიის ვარნის შემდეგ წელს უკვე ჩინეთის მიმართულებით საგრძნობი მატება გვაქვს და ვფიქრობ, რომ ესეც შეიტანს თავის წვლილს დივერსიფიცირებაში. ევროკავშირის მიმართულებით მუშაობთ პოლონეთზე, გერმანიაზე, მიმართულად და ასევე, რა თქმა უნდა, დიდ ბრიტანეთზე, რომელიც ტექნიკურად აღარ არის ევროკავშირი. მინდა აღვნიშნო, რომ გერმანიაში გვაქვს დაგეგმილი წლის მეორე ნახევარში ძალიან საინტერესო სწორედ გაყიდვებზე ორიენტირებული საპრომოციო ღონისძიებები, რომლებიც გაიმართება სპეციალიზირებულ ალკოჰოლური სასმელების ქსელებში, ეს არის ჟაკ დეპო გერმანული და ჰავესკო, სადაც ყოველთვე ცალკე კუნძული დაეთმობა ქართულ ღვინოს, გაჩნდება ქართული საპრომოციო მასალა, რუკა მათ შორის და ასე შემდეგ. ღვინის ექსპორტის ზოგად დინამიკასთან ერთად ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული ახალი სატარიფო პოლიტიკა შეაფასა. ლევან მეხუზლას თქმით, ამერიკა ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ბაზარია, მაგრამ თუ ტარიფები ამოქმედდება საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესიც კი იყოს, რადგან ღვინის მწარმოებელ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უფრო მცირე ტარიფი დაუწესდება. ჯერჯერობით ამერიკის ბაზარი ფრთხილობს და ნაკლებად დგავს სარისკო ნაბიჯებს. ეს არის პირველი, რაც შემიძლია გითხრათ, რაც გარკვეულწილად ახდენს გავლენას ქართულ ღვინოზეც, თუმცა თუ საბოლოოდ ეს ტარიფები ამ დაანონსებული მაჩვენებლებით დადასტურდა, ვფიქრობ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ქართული ღვინის შესაძლოა უკეთესი აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე ნაკლებ სატარიფო, ასე ვთქვათ, ზონაში ვართ და შედარებით ბევრად მაღალია ტარიფები ევროპული ღვინოებისთვის. ღვინის კულტურის გლობალურად გავრცელებაში მიღწეული წარმატებისთვის ღვინის მწარმოებელი კომპანია ასკანელის მმართველმა პარტნიორმა გოჩა ჩხაიძემ OISCO International Awards-ისგან აღიარება მიიღო. ეს საერთაშორისო ჯილდოა, რომლითაც ორგანიზაცია სხვადასხვა სფეროში გამოჩენილ ადამიანებს აჯილდოებს, მათ შორის კულტურაში, მეცნიერებაში, მეწარმეობაში და ხელოვნებაში. წარსულში ასეთი ჯილდო ამერიკის შეერთებული შტატების 44 პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მომღერალმა რიანამ მიიღეს. როგორც გოჩა ხაიძემ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, ეს ჯილდო საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ღვინის ცნობადობას გაზრდის. ეს ნომინაცია არის USU სოფლიოს ორგანიზაცია, რომელიც აჯილდოვებს წარმატებულ ადამიანებს და არის ბევრი ნომინაცია. ეს პრიზია ობამას მიღებული, ეს პრიზია რიანას მომღერალს
ეს პრიზი არის ძალიან ბევრ გამოჩენილ ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩემი ქვეყანა ძალიან კარგად წარმოაჩინე. ფაქტიურად ყველა იმ ადამიანმა, ვინც იყო პირველად გაიგეს, რომ საქართველოს არის ღვინის აკვანი და იმასაც ისიც მოახერხე, რომ რაღაც ღვინოები გამესინჯებია, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ, რომ 50% მათგანი შეპირებულია და საქართველოს ჩამოვლენ. დედაქალაქში თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი იმართება. ღონისძიება მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება და ის 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ორგანიზატორების შეფასებით ღონისძიების მიზანი გამოცდილების თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა მდგრადი ეკონომიკური განვითარება, მეღვინეობა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები. ფორუმში მონაწილეობენ როგორც საქართველოს მთავრობის წევრები და მუნიციპალიტეტების მერები, ასევე კერძო სექტორის, აკადემიური წრეების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. კომუნიკაციების კომისიის წლიური ანგარიშის თანახმად ტელევიზიებმა შარშან ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ჯამში 17 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. ანგარიში წერია, რომ მთავარ მარხმა ფორმულამ და ტევ-პერმალმა 2 მილიონი ლარით მეტი მიიღეს, ვიდრე ტელეიმედმა, პოსტივიმ და რუსთავი 2-მა. ბოლოს ამ კომპანიას ფასიან პოლიტიკურ რეკლამაში ყველაზე მეტი მართლმა პარტია ქართულმა ოცნებამ გადაუხადა ჯამში არასრული 5 მილიონი ლარი. საფუძვლად ამისა მთავარი არხის ფორმულას და ტევ-პირველის პოლიტიკური რეკლამის მთავარი შემსყიდველები პოლიტიკური პარტიები ლელო, ნაციონალური მოძრაობა, ახალი და გახარია საქართველოსთვის იყვნენ. კომისიის ცნობით წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავალი, კერძოდ 3.8 მილიონი ლარი მთავარმა არხმა მიიღო, რომელიც დღეს აღარ ოპერირებს. 2025 წლის 20 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ელექტრონული აზარტული თამაშების კომპანია Sprime-მა კომპანია ავიატორის საავტორო უფლებები დაარღვია. საქმე უკავშირდება ავიატორის სახელით ცნობილ რამდენიმე აზარტულ თამაშს, რომლებიც Sprime-ის ტექნიკური მხარდაჭერით საქართველოს აზარტული თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ კაზინოს აჭარაბეთის ვებსაიტზე იყო განთავსებული. ამასთან აჭარაბეთის მფლობელი გლობალური კომპანია Flutter-ის მიერ ავიატორის სახელით აზარტული თამაშების სხვა ქვეყნების ბაზრებზეც იყო შეთავაზებული. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სავაჭრო ნიშან ავიატორის და შესაბამისი ვიზუალური გამოსახულების ერთადერთი ლეგიტიმური მესაკუთრე არის კომპანია ავიატორი. შედეგად გაუქმდა Sprime-ის ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაცია აღნიშნულ სახელწოდებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ავიატორის სახელწოდების თამაშები შეთავაზებული იყო საქართველოს გარდა სხვა ბაზრებზეც, კომპანია ავიატორი Sprime-ის წინააღმდეგ დავას ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების სამსახურში დაწარმოებს, სადაც ავიატორის Sprime-ის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების გაუქმებას მოითხოვს. საქართველოში შექმნილ რეალობაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიზნესზე საუბარი BMG-ზე საქმეა საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემა შეარჩია თელარა გელანდიამ წერტილის დღევანდელი ეპიზოდისთვის, რომელიც საღამოს 10-ის ნახევარზე დაიწყება. ვნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება ბირჟებზე. გამიტაცეს და თვალები ამიხვიეს. თვითმფრინავით ჩამომიყვანეს საქართველოში. როგორ და სად დააკავეს გიორგი ბაჩიაშვილი? სამართლებრივი პროცედურა თუ ფაქტობრივი გადაცემა. მოხდა თუ არა ფარული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის. ანუ, რატომ დაემთხვა ბიზნესმენის დაკავება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გემდივნის კანდიდატობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოულოდნელ მოხსნას და რა ფასი აქვს საქართველოში მოქალაქეს, თუ საქმე ფარულ გარიგებამდე მიდის. დაცვის მხარის ვერსიებით და არგუმენტებით დღეს საღამოს 10-ის ნახევარზე BMG TV-ზე გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი წერტილში თელარა გელანდიასთან ერთად. საქმე საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და განვლელი სავაჭრო სესიის შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც ამერიკული ინდექსებისათვის საკმაოდ პოზიტიური იყო, რადგანაც საშუალოდ დაფიქსირდა 0.5%-იანი ზრდა. ამ ეტაპზე
Wall-Street-ის საფონდო ბირჟაზე ინვესტორების განწყობა ისევ დადებითია, თუმცა ზრდის დინამიკა ასეთი გამოკვეთილი უკვე აღარ არის. Როგორც ხედავთ, S&P 500-ის შემთხვევაში მატება არის სულ რაღაც 0.01%. Dow Jones-ის ინდექსთან შედარებით უკეთესი ვითარება გვაქვს +0.07%, ხოლო Nasdaq-ის შემთხვევაში +0.08%. საერთო ჯამში დიდად გამორჩეული სავაჭრო სესია ამ ეტაპზე ამერიკაში არ ფიქსირდება. ამერიკიდან გადავიდეთ ევროპაში, სადაც ინვესტორების განწყობა შედარებით ოდნავ უფრო უკეთესია და როგორც ხედავთ 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია 0.15%-აა გაზრდილი. ასევე პოზიტიური დინამიკა შეინიშნება შანხაის ინდექსთანაც, აქ მატება არის 0.23%, ნიკეის შემთხვევაში კი გვაქვს კორექცია და ეს ვარდნა არის დაახლოებით 0.5%. აქვე უნდა ვისაუბროთ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც ამ ეტაპზე გვაქვს აღმასვლა. გაძვირებული არის ნავთობი, საშუალოდ 3.5%-ით და ბრენტის ფასი, როგორც ხედავთ, შეადგენს ამჟამად $65.5, WTI-ის ფასი კი $63 ფარგლებში ერთვიან პერიოდში. ნავთობი, როგორც ხედავთ, საშუალოდ 6%-ითაა გაძვირებული. ასევე მატების დინამიკა შეინიშნება ბუნებრივ აირთანაც 4.5% არის აქ მატება და ამჟამად მეგავატის საათი ენერგიის ღირებულება უკვე აღწევს 27 ევროიან ნიშნულს. უნდა ვისაუბროთ რა თქმა უნდა ოქროზეც, რომლის ფასიც დღეს ამ ეტაპის მონაცემებით არის შემცირებული დაახლოებით $21 და უნცია მეტალის ფასი ამჟამად შეადგენს $3,351 ერთწლიან პერიოდში, როგორც ხედავთ, ოქროს მაინც ძალიან კარგი შედეგი აქვს და მატება არის +41%. კრიპტო ინდუსტრიაზეც უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, აქ გვაქვს კორექცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში და ბაზრის საერთო შეფასება შეადგენს $3.390 მილიარდ. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე არის $104,400-ის ფარგლებში, ეთერიუმი კი დაახლოებით $2,500-$2,600 დევაჭრება. საერთო ჯამში მიმდინარე კვირა დიდად სახარბიელო არ ყოფილა კრიპტო ინდუსტრიისათვის, რადგანაც საშუალოდ გვაქვს დაახლოებით 3%-იანი ვარდნა. ამის ფონზე კაპიტალიზაცია ეთერიუმის გვაქვს $311 მილიარდი, ბიტკოინის შემთხვევაში კი $2,075 მილიარდი. უნდა გადავინაცვლოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც წარმოდგენილნი არიან ქართული კომპანიები. დავიწყოთ ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკის ჯგუფით, რომელმაც დღეს დააფიქსირა ზრდა და ეს იყო +0.66% და როგორც ხედავთ, უკვე საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება უკვე უახლოვდება რეკორდულ ნიშნულს და თუ ზრდის დინამიკა ხვალაც გაგრძელდება, მაშინ უკვე ახალ რეკორდსაც კი ვიხილავთ საბაზრო კაპიტალიზაციასთან მიმართებით. CBC-ს რაც შეეხება, მას მცირედი კორექცია აქვს და დღევანდელ საბაჟო სესიაზე ფიქსირდება 2%-იანი კლება. აქვე ჩვენს ეროვნულ ვალუტასაც უნდა შევეხოთ, რომელიც ბოლო პერიოდში დოლართან არის გამყარებული და კურსი ამ ეტაპზე გვაქვს 2.73. ევროს გასული კურსი არის 3.12, ხოლო სტერლინგის გასული კურსი 3.70, ანუ ამ მიმართულებით არის ლარი გაუფასურებული და აქვე ბოლოს ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც უნდა ვთქვათ, ორივე სიტყვა, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოსულობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს, როგორც ხედავთ, 8.93%, ხოლო ანგარიშზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გარიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში. მიღებულ სარგებლის გატანა, მის მოცულობის გაზრდა, შემცირება კი თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, აი ეს ვითარება გვაქვს ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟების საქმიან საღამოს კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. საქმიან საღამოში დღეს ბევრს ვისაუბრებთ გლობალურ ბირჟებზე და ზოგადად გლობალურ ბიზნესში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი სიახლე უკავშირდება ვერცხლს, რომელიც უკვე ოქროს მსგავსად, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ დააფიქსირა ყველა დროის ყველაზე მაღალი ნიშნული, ახლა აფიქსირებს ბოლო 13 წლის რეკორდულ ღირებულებას. ეს ცხადია პირდაპირ დაკავშირებული ამ ვითარებასთან, რაც არის მსოფლიოში, უფრო დეტალურად კი რამდენიმე წუთში მოგიყვებით როგორც ვერცხლზე, ასევე დიდ კომპანიებზე. საქმის საღამოში ასევე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ გეოპოლიტიკაზე, რადგანაც ამ მიმართულებით დღევანდელი დღე და განვლილი 24 საათი განსაკუთრებით დატვირთული და საინტერესო იყო, ხოლო დღის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს დაახლოებით 2 წუთში გაგაცნობთ. მანამდე კი მოგიყვებით დღის რიცხვის ფორმატში მომხდარ ერთ ძალიან საინტერესო და საყურადღებო შემთხვევას, რომელიც გლობალურ სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ს უკავშირდება.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა დეფოლტი გამოაცხადა 665 მილიონი დოლარის ღირებულების უკრაინულ სამთავრობო ობლიგაციებზე, რომელთა შეფასება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქციაა მიბმული. სააგენტოს გადაწყვეტილებით ამ ტიპის ობლიგაციების რეიტინგი CC-დან D-მდეა შემცირებული, რაც დეფოლტს ნიშნავს. თავად დეფოლტის გამოცხადებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ქვეყნის მთავრობამ ინვესტორებს საპროცენტო სარგებელი დროულად არ გადაუხადა, რადგან 2023 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა არ იყო დამაკმაყოფილებელი, ეს კი ობლიგაციის დროული მომსახურების მთავარი პირობა იყო. ინვესტორები ამ დეფოლტს მოელოდნენ, რადგან ობლიგაციის წინაპირობა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლის დაფიქსირება იყო, რომელიც ცხადია ვერ მოხერხდა, მაგრამ ეს ინფორმაცია თითქმის მთელი წლის განმავლობაში იყო საჯაროდ ცნობილი. დეფოლტის მიუხედავად უკრაინის მთავრობა ვალდებულებების რესტრუქტურიზაციას და ახალი ობლიგაციების გამოშვებით ძველი ვალის გადაფარვას გეგმავს. თუ ვისაუბროთ სოფლიოში მომხდარ სიახლეებზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელსაც უნდა შევეხოთ, უკავშირდება ისევ და ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკას მნიშვნელოვნად ამკაცრებს. სწორედ მისი განკარგულებით 12 ქვეყნიდან მოქალაქეების შესვლა ამერიკაში სრულად აიკრძალა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ სავიზო შეზღუდვებზე ან მოგზაურობის გართულობაზე. აქ არის საუბარი სრულად ჩაკეტვას საზღვრებზე ამ ქვეყნებთან მიმართებით და ეს ქვეყნები, რა თქმა უნდა, არ არიან რაღაც განვითარებული სახელმწიფოს წარმოადგენელი ქვეყნები. აქ ხედავთ ჩვენ ავღანეთს, მიანმარს, ჩადს, კონგოს რესპუბლიკას, გვინეას, ერიტრეას, ჰაიტის, ირანს, ლიბიას, სომალის, სუდანს და აგრეთვე იემენს. მოკლედ, სახელმწიფოები, სადაც არის ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, უმეტეს შემთხვევაში არის პოლიტიკური არეულობა, ზოგიერთ მათგანში საერთოდაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რამდენიმეში არის სამხედრო ხუნტა მომხდარი, ავღანეთს საერთოდაც ტერორისტული ორგანიზაცია მართავს და ყველა ამზე მოხსენებულ სახელმწიფოში არის ტერორიზმის მომძლავრებული რისკი. უფრო მეტიც, ტერორისტული ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ სახელმწიფოებში არის ბაზირებული და თავშეფარებული, რაც ამერიკისათვის წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საფრთხეს და რისკს, განსაკუთრებით კოლორადოში მომხდარი ტერაქტის შემდეგ. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, უკვე ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურები არიან გადასულნი, ასე ვთქვათ, კანგაშის ზარზე. შესაბამისად, სასაზღვრო კონტროლი არის უფრო მეტად გამკაცრებული და ეს იყო იდეალური ნიადაგი პრინციპში იმისათვის, რომ ტრამპს საერთოდაც წერტილი დაესვა ამ ქვეყნებიდან მოქალაქეების შესვლის ტენდენციაზე, რადგანაც როგორც წესი ამ ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეები თავს არიდებენ შემდეგ უკვე სხვა ასე ვთქვათ, ლეგალურ სისტემებში გამოჩენას, ისინი უმეტესწილად ცდილობენ ამერიკაში დარჩენათ, რადგანაც მაგალითად მიანმარიდან წასული ადამიანი ამერიკიდან უკან აღარ დაბრუნდება. აქ ძალიან მარტივი ლოგიკა მუშაობს. მიანმარში ცხოვრება არავის არ უნდა, ამერიკაში ყველას უნდა, შესაბამისად მომძლავრებული არის რისკი. ასევე კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგის, თურქმენეთისა და ვენესუელას წინააღმდეგაც არის დამატებითი შეზღუდვები დაწესებული. მართალია აქ სრულად ჯერჯერობით არ აკრძალულა მოქალაქეების, ასე ვთქვათ, მიგრაცია, თუმცა უმეტესწილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ვითარება ისეთი, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვიზაზე კის ვერასოდეს მიიღებენ ტრამპის პირობებში, უბრალოდ შეზღუდული იქნება ეს ყველაფერი და ალბათ ძალიან მალე ტრამპი ამ ქვეყნებსაც აუგზავნებს ამერიკაში შესვლას და ზოგადად ეს იყო პრინციპში ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დანაპირები წინასაარჩევნო პერიოდში, რადგანაც დემოკრატიული პარტიის პირობებში ამერიკაში მიგრაციის დონე გაიზარდა, რაც მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს მოქალაქეებს არ მოსწონდა და მომძლავრებული არის ამერიკაში ნაციონალიზმი, გვინდა არ გვინდა, ეს ასეთი არის მოცემულობა, სხვათაშორის იგივე სენტიმენტები არის ევროკავშირშიც, ამიტომ ვხედავთ ბოლო პერიოდში ულტრამემარჯვენე კანდიდატების აღზევებას და ზოგიერთ სახელმწიფო სტრუქტურაში და მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში უკვე ულტრამემარჯვენე პარტიების გამოჩენასაც და ზუსტად იგივე ტენდენცია არის, რა თქმა უნდა, ამერიკაშიც არ მოსწონთ ამერიკის მოქალაქეებს, სხვა ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეები, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებიდან, სადაც არის მაღალი რისკები, არის დაბალი ეკონომიკური განვითარება და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნეგატიურ გავლენას ახდენს ამ მოქალაქეების განწყობაზე. აგრეთვე, სანამ სხვა თემას გადავალთ, დავამატოთ და გავიხსენოთ ის ისტორია, რომელიც უცხოელ სტუდენტებსაც უკავშირდებათ, რადგან დონალდ ტრამპმა ბოლო პერიოდში ზოგადად უფრო მეტად აგრესიული პოლიტიკა დაიწყო ზოგადად უცხოელების, ანუ არა ამერიკელების მიმართ, რაც პრინციპში მისი პოლიტიკისთვის უჩვეულო არ არის. პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც გვახსოვს ეს და ზოგადად ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, როგორც წესი ადამიანებმა იციან საზოგადოებებში, საქართველოში მათ შორის, რომ ტრამპის პირობებში უფრო რთულია მაგალითად ვიზის აღება ამერიკაში, ვიდრე ეს იყო ნებისმიერი დემოკრატიული პრეზიდენტის, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი პრეზიდენტის პირობებში, რაც ცხადია აისახება იმაზე, რომ რესპუბლიკელებისთვის ზოგადად
ტრამპისთვის განსაკუთრებით მიგრაციის საკითხები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თაგანი. კიდევ ერთ საკითხი მნიშვნელოვანი ტრამპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომელზედაც ვითარება დროებით არის გაყინული იმ სტატუს კვოთი, რაც იყო წინაკვირას, მაგის წინაკვირას და ასე შემდეგ. ერთგვარი მოლაპარაკებები იმართება რუსეთს და უკრაინას შორის, მაგრამ არაფერი წინ არ მინდის და როგორც ჩანს ეს უბრალოდ ფორმალობაა, რადგან ძირითად საკითხებზე ისინი ვერ თანხმდებიან და ძალიან რთულია წარმოქმნა იმ რეალობისა, როცა შეთანხმდებიან, მათ შორის არის ანექსირებული ტერიტორიების აღიარება უკრაინის მიერ, როგორც რუსეთის ტერიტორია, დათმობა, პრინციპში ყირიმით დაწყებული სხვა ტერიტორიები დამთავრებული, რასაც უკრაინა ალბათ ვერ იზავს, იმიტომ რომ ამას კონსტიტუცია უკრძალავს ზელენსკის და აგრეთვე მეორე ნაწილი არის უარი ნატოზე, რაც აგრეთვე ძალიან რთული საკითხია უკრაინისთვის. შეიძლება ამაზე თეორიულად უფრო მარტივად მორიგდნენ ისინი ვიდრე პირველ საკითხზე, მაგრამ ესეც ძალიან რთულია, რადგან გრძელვადიანი მშვიდობის გარანტიებს ითხოვს ვოლოდიმირ ზელენსკი და ნატოს წევრობა სწორედ ამის გარანტია, რადგან ნატოს წინამდე ომი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არავის არ დაუძღია და ვერავინ ვერ დაიწყებს, რადგან ეს უბრალოდ აზრს იქნება მოკლებული. ამ ყველაფრის ფონზე ლიდერები უკრაინისა და რუსეთისა ავრცელებენ სხვადასხვა ტიპის განცხადებებს პერიოდულად, განსაკუთრებით ზელენსკი აქტიურობს ამ ბოლო დროს, მაგრამ აგრეთვე ვლადიმირ პუტინიც მეტად გააქტიურებულია, საერთოდ მისი ინიციატივა იყო სტამბულის შეხვედრები, რომლებიც ჯერჯერობით არ იმართება ისე ალბათ როგორც მსოფლიოს სურს, მაგრამ მაინც რაღაცა საუბრები მიდის ამ თემაზე და მოკლედ ბოლო პერიოდში პუტინი ზელენსკის წინადადებას უარყოფს, მოკლედ ზელენსკიმ თქვა ასეთი რამ, რომ მოდი შევწყვიტოთ ცეცხლიო და უმაღლეს დონეზე სამიტი გავმართოთ და ერთხელ და სამუდამოდ დაუსრულოთ ომიო, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, შინაარსი იყო ეს, ხადიეს სხვანაირი სიტყვებით და პათოსით იყო გადმოცემული, მაგრამ შინაარსი იყო ეს. პუტინმა ამაზე თქვა უარი და აგრეთვე უკრაინას ტერორისტული აქტების ორგანიზებაში დასდო ბრალი, რაც უკავშირდება იმ დრონებით განხორციელებულ შეტევას, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ, შეტევებს აბლაბუდას და მას შემდეგ რაც ყირიმის ხიდზე მოხდა თავდასხმა, რაც ძალიან მოულოდნელი იყო სავარაუდოდ რუსეთს, რადგან სამხედრო ავიაციის ძალიან დიდი ნაწილი მე-13 დაახლოებით რუსეთმა აი ესე მარტივად ერთ დღეში დაკარგა, თანაც ისე დრონებით და თან როგორც მე გაირკვა ეს დრონები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო რუსეთის ტერიტორიაზე იქვე ახლოს იმალებოდა. მოკლედ გამორჩა ეს რუსეთის სადაზვერო უწყებებს და ძალიან დიდი გამარჯვება არის ეს ტაქტიკური უკრაინისთვის. დიდად ეს ომს შეცვლის თუ არა ომის წინაპირობას ეს ამას რო გვიჩვენებს, მაგრამ პრინციპში ესეთი ვითარება გვაქვს და ეს რუსეთს ძალიან არ მოწონს. ის ამბობს, რომ ამ პირობებში მოლაპარაკებების გამართვა არ შეიძლება, რადგან თუ კი ტერორზე დგას ზელენსკის რეჟიმი, მაშინ ტერორისტებს რუსეთი არ ელაპარაკება და შესაბამისად აი ესეთი არგუმენტი აქვს, რაც გასაგებია პრინციპში რატომაც ამბობს ამას ვლადიმირ პუტინი მისი გამოსახედიდან ეს ლოგიკურიც კი არის. მანამდე თავად უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა რუსეთის მოთხოვნებზე, რაც დასაწყისში რაც თქვი, ზირთადად არის ნატოზე უარის თქვა, მათ შორის ანექსირებული ტერიტორიების აღიარება და ამ შემდეგ და ამას უწოდა ულტიმატუმი თვითონ ზელენსკიმ და თქვა რომ აი ეს სურსო პუტინსო და მეტი დათმობაზე არაფერი არ მოწონს. ჩვენ ეს არ მოგწონს, შესაბამისად ომი ვერ დასრულდება. ესეთი დაახლოებითი შინაარსი არის, ქვეყნები ჩარეულები არიან ყველა ლამის, მაგრამ ბედი როგორი ექნება ამ ომის დასრულებას, ან რა პერსპექტივაა საერთოდ ძალიან ბუნდოვანი გახდა ტრამპის გამოჩენის პირველ დღეებში მეტად გარკვეული იყო ყველაფერი, ვიდრე დღეს არის, რადგან არსებობდა იმედი და ოპტიმიზმი მაინც იმისა, რომ ომი შეიძლება დამთავრებულიყო, მაგრამ ახლა ტრამპით ვეღარ შველის როგორც ჩანს ამ ვითარებას, რადგან თავად ომი არის ძალიან რთული, ეს არ არის ჩვეულებრივი ომი, რომლის დასრულება შედარებით მარტივად შეიძლება, ეს ძალიან კომპლექსური ომია, სადაც ორივე მხარე ძალიან ძლიერია, აქვს საკუთარი ინტერესები, რომლებიც ზუსტად ერთ და იგივე საკითხებზე გადის, შესაბამისად აქ კონსენსუსის მიღწევა თითქმის შეუძლებელია, თუ კი რომელიმე მხარემ მეორეზე არ იწალა და ამ ტიპით არ მიაღწია კონსენსუსს, მაგრამ არც ეს ხდება დღეს რეალურად და გვაქვს ვითარება, სადაც ორი მხარე არის ერთმანეთთან მუდმივ დაძაბულობაში, მუდმივ ომში და არაფერი დიდწილად არ იცვლება. ვითარება რეალურად პოლიგონზე და ომის ფრონტზე არის დაახლოებით იგივე, რაც იყო დასაწყისშივე, ხაზების ძირითადად იგივეა და ვხედავთ კონტრშეტევებს ერთი და მეორე მხრიდან, მაგრამ დიდი სურათი საბოლოო ჯამში არ იცვლება, მათ შორის არ იცვლება არც გლობალური გეოპოლიტიკა ევროპის კონტინენტზე. ხო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა რაც ხდება უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს არის გარკვეულწილად რესურსების დაპირისპირება, რომელ მხარესაც დაუმთავრდება პირველს რესურსები
რესურსები პრინციპში ის იქნება ომში დამარცხებული და სხვადასხვა რესურსების მიმართულებით რუსეთის ფედერაციას რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსი აქვს. პირველი ეს არის თქმა უნდა ნავთობი და გაზი, რომელსაც ყიდის რეალიზაციის შედეგად გენერირებულ თანხაზე გვაქვს საუბარი, ასევე აქვს ძალიან დიდი რესურსი ოქროს სახით, რომელიც მის საცავში რეზერვში ინახება და აქ საუბარი არის ტონობით ოქროზე. ზოგადად რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა ამ მიმართულებით, ის ყოველთვის არის ტოპ 5-ში თავისი რეზერვის მოცულობით და ცენტრალური ბანკი ყოველწლიურად ყიდულობს ოქროს იმისათვის, რომ ეს რეზერვი იყოს ასე, რადგანაც შავ დღეს, როდესაც ფული არ გექნება, ყველაზე კარგი საშუალება თავის გადადასარჩენად იქნება ბირჟაზე ოქროს გატანა. მოკლედ, ოქროს ყიდულობენ ცენტრალური ბანკები, თანაც ძალიან დიდი რაოდენობით, ისინი არიან მთავარი მომხმარებლები ოქროსი და არც ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელთაც შეიძლება სამგაულები სჭირდებოდეთ, ცენტრალური ბანკები არა გრამობით, არამედ ტონობით ყიდულობენ ოქროს და წინა თვეს შესყიდვამ შეადგინა გლობალურად 12 ტონა. ანუ სწორედ ამ მოცულობის ოქრო შეიძინეს ცენტრალურმა ბანკებმა, რაც სხვათა შორის არის შემცირებული მაჩვენებელი 12%-ით, რადგანაც ანუ იმის წინათვეს უფრო მაღალი იყო შესყიდვა და საერთოდაც გასული წლის განმავლობაში საშუალო შესყიდვა იყო 28 ტონა. საბოლოო ჯამში ამ შესყიდვამ გამოიწვია ერთი რამ. ოქრო არის ჩვეულებრივი პროდუქტი, რომელიც მუშაობს საბაზრო პრინციპებით, მოთხოვნა მიწოდება, როდესაც არის მოთხოვნა გაზრდილი, რაც ბოლო პერიოდში იყო, რადგანაც გეოპოლიტიკური რისკები იყო მომატებული და ყველას უნდა თავის დაზღვევისათვის ყველაზე კარგი აქტივი. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, გაიზარდა მოთხოვნამ კი გაზარდა ოქროს ფასი. საბოლოო ჯამში გასულ თვეს ოქროს ფასმა მიაღწია ისტორიულ რეკორდსაც, რაც იყო უნციაზე $3,500 და ანალიტიკოსები ამ შესყიდვის მოცულობის შემცირებას სწორედ აი ამ ფასს უკავშირდებენ, რადგანაც ცენტრალურ ბანკს დიდად ნამდვილად არ უნდა აქტივის ყიდვა რეკორდულ ფასად, თანაც ეს რეკორდი არ არის ახლოს ოქროს მედიანურ ან საშუალო 10 წლიან ფასთან, პირიქით ის მას აჭარბებს ლამის ორმაგად. გასულ წელთან შედარებით, მაგალითად, ოქრო არის გაძვირებული 53%-ით და როდესაც რესურსი არის გაძვირებული 53%-ით, მისი შეძენა დიდი რაოდენობით წესით არ გინდა, რადგანაც არის რა თქმა უნდა დიდი რისკი იმისა, რომ იყოს მცირედი კორექცია, ეს კორექცია შეიძლება იყოს მაგალითად 5, 10 ან 15% და როდესაც გააქვს ეს აქტივი მაგალითად 100 ტონა, მაშინ უკვე 100%-იანი კორექცია შეიძლება რამდენიმე მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დანაკარგი იყოს ფურცელზე მაინც, რაც ცენტრალურ ბანკს ნამდვილად არ უნდა და სწორედ ამიტომაც ხედავთ, რომ ოქროს შესყიდვები მცირედით არის შენელებული, მაგრამ საერთო ტენდენცია მაინც იმაზე მეუთითებს, რომ ცენტრალური ბანკები ყოველდღიურად უფრო მეტ ოქროს ყიდულობენ, რადგანაც გეოპოლიტიკური რისკები არის მზარდი და თანაც იმის ფონზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არადა არ სრულდება, ეს რისკები მხოლოდ იმატებს. შესაბამისად, ცენტრალურ ბანკებს უფრო მეტი ინტერესი უჩნდებათ იმისა, რომ ოქრო შეიძინონ თანაც ძალიან დიდი რაოდენობით. ოქროსთან ერთად გეოპოლიტიკური რისკები გავლენას ახდენს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქონელზე, რომლის სახელწოდება არის ნავთობი, ის ხშირად მოიხსენიება როგორც შავი ოქრო, მისი ძალიან დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ბოლო პერიოდში გლობალურ სასაქონლო ბირჟაზე ნავთობის ფასი საკმაოდ მკვეთრად 5.5%-ით არის ერთ თვეში მომატებული, ერთკვირიან პერიოდში კი ზრდის მაჩვენებელი აჭარბებს 3%-ს, რაც აგრეთვე საკმაოდ დიდი ვოლატილობის მაჩვენებელია. ბრენტის ფასი ბარელზე $65-ია, WTI ღირს 63, ხოლო რუსული ურალსი ტრადიციულად უფრო იაფია და ივაჭრება ბარელზე დაახლოებით $59 ფარგლებში. ბოლო პერიოდში ნავთობის გაძვირება, როგორც შენ ახსენე, უკავშირდება გეოპოლიტიკური რისკების გაზრდას, მაგრამ ამ შემთხვევაში არა იმდენად რუსეთ-უკრაინის ომს, რომელიც არ არის მარტივი კი არა და ახალი კონფლიქტი, არამედ მეტად უკავშირდება ისრაელი-ირანის შესაძლო შეტევას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს უახლოეს დღეებში, შეიძლება არც განხორციელდეს, მაგრამ განიხილება და ვიცით, რომ მზადა აქვს ეს ყველაფერი ისრაელს იმ შემთხვევაში, თუ კი ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის შეთანხმება, რომელიც ბირთვული იარაღის პროგრამის შეჩერებას უკავშირდება ირანის მხრიდან, არ მოხერხდა, მაშინ ისრაელი მზად არის, რომ დაბომბოს ის ინფრასტრუქტურა, სადაც ურანია ერთი მხრივ, სადაც ამუშავებენ პროგრამას, სადაც იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნან ატომური ბომბი და ასე შემდეგ. კონკრეტ კრიტიკული ინფრასტრუქტურა ბირთვული იარაღის შესაქმნელად. თუ კი ეს მოხდა, ახალი არაფერი არ იქნება ეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის დიდად, მაგრამ დაიძაბება, ვითარება, შესაბამისად ნავთობის ფასი გაიზრდება, რადგან ნავთობის ძალიან დიდი ნაწილი მოდის სწორედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან, სადაც სწორედ ალბათ ოპეკი იქ არის. ხო, ოპეკიც იქ არის და ალბათ ნავთობის არსებობის გამო არის ეგ რეგიონი ასეთი დაძაბული, რადგან იქ ყველა ნავთობს მოიპოვებს ისრაელის
გარდა ისრაელს დიდად არ აქვს ბუნებრივი დიდად კი არა საერთოდ არ აქვს რეალურად ფაქტობრივად ბუნებრივი რესურსები, მაგრამ სხვანაირად მდიდარი სახელმწიფოა და თავდაცვითი ძალები ნამდვილად აქვს, ხო, თუ მოინდომა ისრაელმა ირანის დაბომბვა, ეს ნამდვილად შეუძლია, რადგან მას ფაქტობრივად ამერიკული ჯარისგან შემდგარი საკუთარი შეიარაღება და ზოგადად სამხედრო არსენალი და პერსპექტივები აქვს. ეს არის ერთი თემა, მეორე თემა ცხადი არის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რომელიც მაინც ახდენს გავლენას ნავთობის ფასებზე, არა იმ დოზით როგორც ადრე, მაგრამ ის გარკვეულობა, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა, აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია შავი ოქროს ფასების კორექციის პერიოდში. კიდევ ერთი დეტალი არის ამერიკა და ჩინეთ შორის მორიგ ჯერზე დაძაბული ურთიერთობები. ვიცით, რომ დროებით სანქციები იყო შემცირებული, დაპაუზდა კიდევაც ტარიფები მათ შორის, მაგრამ ერთმანეთს ახლა უკვე ძალიან ხშირად ადანაშაულებენ ქვეყნების სანქციების პირობების დარღვევაში. ერთი მხარე ამბობს, რომ მოკლედ იკრძალება რაღაცების განხორციელება ექსპორტის მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩინეთში, აგრეთვე ჩინელის სტუდენტებზე არის თავდასხმები, არაპირდაპირი გაგებით, ცხადია, ვიზების შეჩერება არის და მოკლედ რთული ვითარება არის ჩინელი მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო თავად ამერიკა ამბობს, რომ ამას იმიტომ აკეთებს, რომ ჩინეთი აკეთებს ისეთ რაღაცებს, რაც არ არის გათვალისწინებული მათ შეთანხმებით. აქ ძალიან რთულია და რეალურად აზრი არ აქვს ამ ყოველფრის გარკვევას, უბრალოდ შედეგებზე უნდა ფოკუსირდე და შედეგი არის ის, რომ ნავთობი გარკვეულწილად ზვირდება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ნავთობის ფასის გაძვირების მიმართულებით არის ოპეკის გადაწყვეტილება, რომ ნავთობის მიწოდება მოსალოდნელზე ნაკლებად გაზარდა. გვახსოვს ჩვენ, რომ დაახლოებით 400,000 ბარელით გაიზარდა დღიურად მიწოდება, ბაზარი ელოდებოდა უფრო მეც, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რომელიც პრინციპში უცნაური შეიძლება იყოს საუდის არაბეთისთვის და სხვა მწარმოებელი ქვეყნებისთვის, რადგან ისინი ალბათ გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ნაკლებ შემოსავალს მიიღებენ ასე, ვიდრე მიიღებდნენ სხვა შემთხვევაში. მოკლედ ვითარება არის ესეთი და შემცირებულია, უბრალოდ იმას ნაკლებად არის გაზრდილი, ვიდრე იყო მოსალოდნელი, შემცირებული არ არის, მაგრამ ესეც ცხადია ახდენს გავლენას ნავთობის ფასზე, რადგან ნავთობი საბირჟო საქონელია, რომელიც მოთხოვნა მიწოდების მარტივი ეკონომიკური პრინციპებით არის კონტროლირებული. Რა გადავინაცვლოთ ევროპაში, ევროკავშირში და ევროზონაში, რომელიც არის ძალიან საინტერესო მონეტარული სისტემა, რომლის მონაწილეც 2026 წლის იანვრიდან უკვე ოფიციალურად გახდება ბულგარეთი. ეს სახელმწიფო ევროკავშირში ძალიან დიდი ხანია უკვე არის, მაგრამ ევროს მიღებას მაინც ერიდებოდა, აქ ორი მიზეზი იყო რეალურად. პირველი რომ სახელმწიფოზე დიდად არ სურდა და მეორე ის იყო რომ ევროზონაში მას არც მიიღებდნენ, რადგანაც გარკვეულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა ეს მარტივად სახელმწიფოს შესვლა ევროზონაში არ ხდება, მან 1000 პარამეტრი უნდა დააკმაყოფილოს იმისათვის, რომ ევროზე გადაერთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო შეიძლება ერთ დღეს აღმოჩნდეს უბრალოდ ფინანსური კოლაფსის წინაშე, რადგანაც ქვეყანა ასეთი ტიპის მონეტარული სისტემისათვის არ იქნება მზად. ბულგარეთი როგორც ჩანს უკვე მზად არის, რადგანაც ევროკომისიამ ოფიციალურად დაამტკიცა მისი გაწევრიანების, ასე ვთქვათ, დოკუმენტი და ეს უკვე არის ხელმოწერილი, რომელიც 2026 წლის იანვარს აღსრულდება, მანამდე მოსამზადებელ პერიოდს გაივლის ბულგარეთი და ამის შემდეგ ის იქნება ევროზონის 21-ე წევრი სახელმწიფო. თავად ეს გაწევრიანების პროცესი საკმაოდ მტკივნეული და რთული იყო, ქვეყანას მოუწია როგორც ინფლაციის დაძლევა, ასევე სავალუტო რყევების დასტაბილურება და საბოლოო ჯამში ახალ აღრიცხვით სისტემაზე გადართვა, რადგანაც ევროს მიერთება საკუთარ სისტემაზე საკმაოდ რთულია, ამას დაახლოებით 10-15 წელი სჭირდება მუშაობა, რათა ქვეყანა სწორად ინტეგრირდეს ევროზონაში და რაიმე სახის კრიზისის წინაშე არ აღმოჩნდეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ის გახდება უკვე ევროზონის სრულფასოვანი წევრი, ის რამდენიმე, ასე ვთქვათ, უპირატესობას მიიღებს, რის გამოც არც უნდა ქვეყანას რომ ევროზონის წევრი იყოს. პირველი ეს არის, ასე უნდა საერთო მონეტარულ სისტემასთან მიერთება, ანუ ცენტრალური ბანკი ცხადია თავისი კარგავს ფუნქციას, მაგრამ ჩნდება ახალი მარეგულირებელი ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელიც მონეტარულ პოლიტიკას სხვაგვარი პრინციპებით ატარებს და ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, უმეტესწილად ევროპის ცენტრალური ბანკის განაკვეთი არის უფრო დაბალი, ვიდრე ჩვეულებრივი ცენტრალური ბანკის განაკვეთი, რადგანაც ევროკავშირის ცენტრალურ ბანკს ეს შეუძლია და ევროს შეუძლია ასეთი დაბალი განაკვეთის ატანა, რასაც ბულგარეთი თავისი, ასე ვთქვათ, ფინანსური რესურსებით ვერ გაწვდებოდა. მეორე ფაქტორი ეს არის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტების გახსნა, რადგანაც ევროში გაიცემა დახმარების პაკეტები და როდესაც ევროს გასცემდა სხვა ეროვნული ვალუტა გაქვს, იქ სავალუტო რისკები ჩნდება, ამიტომაც დიდ ვალს არ გასცემს ევროპის ცენტრალური ბანკი, თუმცა როდესაც ხარ ევროზე, მაშინ უკვე ვალის მოცულობა შეიძლება იყოს გაცილებით უფრო მეტი, ვალი კი გეხმარება საბოლოო ჯამში ეკონომიკურ განვითარებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ინვესტორების ფაქტორი, რადგანაც ინვესტორებს ზოგადად არ უყვართ თავიანთი კაპიტალის დაშლა
სხვადასხვა ვალუტებად. მარტივად რომ ვთქვა, არც ერთ ინვესტორს არ უნდა რომ ევრო მოქცეს და შემდეგ სანაცვლოდ მას ლევი დაუბრუნო, რომელიც რა კურსით იქნება წარმოდგენილი 10 წელიწადში არავინ არ იცის. შესაბამისად, სავალუტო რისკს თავიდან იცილებენ ინვესტორები, როდესაც თანხას დებენ ან დოლარში, ან ევროში, ეს მათთვის უფრო ხელსაყრელია. მოკლედ, აი ესეთ დიდ უპირატესობებს მიიღებს ბულგარეთი ევროზონაში გაწევრიანებით, მაგრამ როგორც ჩანს გამოკითხვებიდან ჩანს, რომ მოსახლეობის ნახევარზე არ უნდა. რადგანაც ეს რა თქმა უნდა იწვევს სუვერენიტეტის დათმობას, შენი ცენტრალური ბანკი ფაქტობრივად ერთ დღეში უქმდება საკუთარ მონეტარულ პოლიტიკას ვეღარ განსაზღვრავს ამავდროულად. ძალიან რთულ რეგულაციებში გიწევს ოპერირება და ამას ისიც ემატება, რომ შეიძლება არის რისკი იმისა, რომ ფასები ერთ დღეში გაიზარდოს კოლოსალურად ზოგიერთი ტიპის პროდუქტზე, როგორც ხდება ხოლმე, როგორც მაგალითის ჩვენ გვინახავს არაერთხელ და სწორედ ამისი ეშინიათ ბულგარეთში, ამიტომაც საპროტესტო აქციებიც იმართება ქვეყანაში, მათ შორის დედაქალაქში გაიმართა არაერთი ძალიან დიდი აქცია, სადაც მოქალაქეები მოითხოვდნენ, რომ ევროზონას არ შეერთებოდა ქვეყანა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული და 2026 წლის იანვრიდან ბულგარეთი გახდება ევროზონის ოფიციალური წევრი. ხო, ევროზე გადასვლა აპრიორი არც ცუდი, არც კარგი, ეს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება და ყველა ქვეყნის კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე უნდა იქნას შეფასებული, შეიძლება ბულგარეთის ნაირი შედარებით მცირე ზომის ეკონომიკას ეს აწყობდეს კიდევაც. ევროპის ცენტრალურ ბანკში გადავინაცვლოთ, რომელმაც განაკვეთი შეამცირა მორიგ ჯერზე დამატებით 25 საბაზო პუნქტით და გახდა ECB-ის მიერ დადგენილი სრული საპროცენტო განაკვეთი 2%, რაც ძალიან დიდი ხანია ჩვენ ეს მაჩვენებელი არ გვინახავს ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში, როცა გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი, მაშინ იყო 2%-ზე დაახლოებით ზრდის პერიოდში, მაგრამ მას შემდეგ ასეთი რამ არ გვინახავს, მაგრამ საკმაოდ თანმიმდევრულია კრისტინ ლაგარდის უწყება, მას შემდეგ ძალიან ბევრჯერ შედგა ბიჯი და სწორედ ამაზე აკრიტიკებს დონალდ ტრამპი თავის ცენტრალურ ბანკირს ჯერომ პაუელს და გუშინ კიდევ ერთხელ დატვიტა, რომ მორიგ ჯერზე დააგვიანაო აგერ ევროპაში შეამცირესო და შენ რატომ არ ამცირებო და ახლობთ ამ შინაარსის განცხადება იყო, მაგრამ ჯერომ პაუელი ურყევად დგას და ფიქრობს, რომ ჯერჯერობით რეფინანსირების განაკვეთი შესამცირებელი არ არის. ცხადია, ევროკავშირში 2%-მდე შემცირება უკავშირდება იმას, რომ ინფლაცია ფაქტობრივად აღარ არის ევროზონაში და დასტაბილურდა ყველაფერი, მთელი ვითარება და ზოგადად 3.2%-იანი მაჩვენებლის ფარგლებში არის ინფლაცია. ინფლაციაც ძალიან დიდი პრობლემა იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პანდემიის შემდეგ, მაგრამ ვითარება არის დასტაბილურებული ევროპაში, კარგად არის, სტაბილურად არის ყველაფერი, დიდად ბუმი არ არის, დიდად კი არა, საერთოდ ბუმი არ არის ეკონომიკური ფაქტობრივად არც ერთ ქვეყანაში, გერმანიაც აი რაღაც ნოლის ფარგლებში ჭიდაობს, მაგრამ ვითარება კარგია და თუ კი ინვესტიციები ჩაიდება და რაღაცნაირად ევროპა შეძლებს და იპოვის საკუთარ ადგილს გლობალურ გეოპოლიტიკურ არენაზე, რომელიც უფრო მყარი იქნება ვიდრე ის, რაც დღეს არის, მაშინ შეიძლება ქვეყანა 27 ქვეყნისგან შემდგარი ქვეყანა ორგანიზაცია განვითარდეს და გახდეს კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური ძალა. თუ კი ევროზონაში რეფინანსირების განაკვეთი არის 2%, ანუ სესხი ბანკებს უღირთ 2%, თურქეთის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო შემთხვევაში ეს განაკვეთი არის 46%. აი ესეთ კოლოსალურ განაკვეთში უწევს ამ ქვეყანას ოპერირება და ამ განაკვეთის ფონზე ბუნებრივია, რომ ინფლაცია არის შემცირებული და წინა თვეს ძალიან კარგი შედეგი დაფიქსირდა თურქეთისათვის, რა თქმა უნდა, თორე ეს კარგი შედეგი არც ერთ ქვეყნისთვის არ არის და ინფლაციამ შეადგინა 35.4%. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პლანეტაზე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმის წინა თვეს იყო 37%, მაშინ მაინც მისასალმებელია და აქვე ცენტრალურ ბანკში ამბობენ, რომ შემცირების ტენდენცია მომავალ თვეებშიც გაგრძელდება და სავარაუდოდ 2025 წლის მიწურულს უკვე ინფლაცია იქნება 21-24%-ის ფარგლებში და სავარაუდოდ უკვე 2-3-4%-იანი ინფლაციაზე ქვეყანა გადავა 2030 წლისათვის. აი ესეთი არის ძალიან გრძელვადიანი პროგნოზი, რასაც კარგს ნამდვილად ვერ უწოდებთ, რადგანაც 46%-იანი განაკვეთის პირობებში კიდევ რამდენი ხანი შეძლებს ქვეყანა გაძლებას, ამის შეფასება თქვენთვის მომიდია. თურქეთი საკმაოდ დიდი ქვეყანაა, რომელსაც მართავს ძალიან ერთპიროვნული გადაწყვეტილებების სურვილის მქონე პიროვნება, ეგრეთ წოდებული strongman-ი, ეს ტერმინი ბოლო პერიოდში დამკვიდრდა, რადგან ძალიან ბევრ ქვეყანას ყავს ასეთი მმართველი ევროპაშიც, ამერიკაშიც და აზიის კონტინენტზე, აზიაში ერთ-ერთი ასეთი ადამიანი არის ნარენდრა მოდი, რომელიც ხელმძღვანელობს ინდოეთს უკვე მრავალი წლის განმავლობაში, ის არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მოკლედ, ინდოეთის ცენტრალური ბანკი გეგმავს საბანკო საკუთრების წესების შერბილებას და ახალი რეგულაციების ისეთნაირად დაგეგმავს, რომ
რომ საბანკო სექტორი ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ განვითარდეს, რადგან დღეს ეს ძალიან რთულია, რადგან უცხოელ ინვესტორს თუ კი უნდა საბანკო სექტორში ჩადოს ფული და დააბანდოს ინვესტიცია, მას შეუძლია მაქსიმუმ 15% შეიძინოს უშუალოდ ფინანსური წილის და მაქსიმუმ 26%-იანი წილი ჰქონდეს ხმებში კომპანიისა, ხოლო ცხადია 15 და 26% მინორიტარულ მაჩვენებელს ნიშნავს და ვერასდროს გადამწყვეტის მთავარი გადაწყვეტილების მიღები ვერ იქნება შენდაში, საბამისად ეს ძალიან ბევრი ინვესტორს უზღუდავს წვდომას, რადგან ურჩევნიათ რომ საკუთარი ფული დააბანდონ სხვა ქვეყანაში, სადაც ექნებათ კონტროლის მექანიზმები და ROI იგივე რაც არის ინვესტიციაზე ამონაგები შეიძლება კონდეთ უფრო მაღალი. აქ ძალიან მარტივ კალკულაციაზეა საუბარი და ამიტომაც ინდოეთი, რომელიც ძალიან დიდი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან დიდი ნაწილი ყავს მოსახლეობისა ისეთი, რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ფინანსურ სისტემასთან, არანაირი ფორმით. საკრედიტო ბარათიც კი არა. არანაირი ბარათი და ბანკში არ ყოფილან და ბანკში არ ირიცხებიან. იქ ძალიან დიდი პოტენციალია ზოგადად საბანკო სისტემის განვითარების, ფინტექის განვითარების და ნებისმიერი სხვა მიმართულებით, ამიტომაც საჭიროა ნოუ-ჰაუს და ფულის შემოტანა სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისგან და ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შერბილება და სწორედ ამაზე მუშაობს ამჟამად ინდოეთის ცენტრალური ბანკი. მოკლედ, ასეთი ამბები არის მსოფლიოში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში, მაგრამ საქმის საღამოში მოსაყოლი კიდევ ბევრი გვაქვს, ნახოთ ახალი ამბების მოკლე კოლაჟი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა მოხდა დღეს გლობალურ ბიზნესში. ცვლილება გადავათ და მოქალაქეები ახალ პირადობის მოწმობას პასპორტს და დიპლომატიურ პასპორტს განახლებული დიზაინით 2 თვის შემდეგ 1 აგვისტოდან აიღებენ. ცვლილება შეეხება როგორც მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობებს, ისე ბინადრობისა და სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციას. ქართული ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქონებრივი დეკლარაციები, რომლებიც 6 თვეზე მეტია არ ქვეყნდება, სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს. ამის შესახებ მან BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ვიზების გაცემას აჩარებს. შესაბამისი განცხადება თეთრმა სახლმა 4 ივნის გამოაქვეყნა გადაწყვეტილების მოქმედების ვადა 6 თვეა, თუ იგი არ გახანგრძლივდება. დიდია პიტერანეთის მთავრობა გეგმავს, რომ სასამართლოში შეიტანოს სარჩელი და უჩივლოს რომან აბრამოვიჩს, რუს ოლიგარქს, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ ჩელსის საფეხბურთო კლუბის გაყიდვის შედეგად გენერირებული თანხა მოხმარდება უკრაინის განვითარებას, უკრაინის ფონდში გადარიცხვა. საქმე ის არის, რომ აბრამოვიჩმა ჩელსი გაასხვისა და ამის სანაცვლოდ მიიღო 2.5 მილიარდი ბრიტანული სტერლინგი, მაგრამ ეს თანხა არის გაყინული ბანკის ანგარიზე, რადგანაც აბრამოვიჩი არის სანქცირებული პიროვნება, შესაბამისად მას ბანკი თანხას ვერ მისცემს. მაგრამ ახლა უკვე ბრიტანეთის მთავრობამ მოიფიქრა ძალიან ორიგინალური გზა და გადაწყვიტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, რომელიც თუ კი დაკმაყოფილდება, მაშინ უკვე შემდეგ ავტომატური აღსრულების მექანიზმი ამოქმედდება და თანხა, რომელიც ახლა არის გაყინული, გადაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში. სხვადასხვა აბრამოვიჩი თავადაც ამბობს, რომ ის ამას ისედაც აპირებს თავისი კეთილინებით გადარიცხავს ის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რადგან ეს არის მისი მიზანი, მაგრამ აქ რა თქმა უნდა არის რისკები, შეიძლება მან ეს არ გააკეთოს, რომ არ გააკეთოს შემდეგ უკვე აღსრულების მექანიზმი აღარ იქნება, ამიტომაც აი ამ რისკის თავიდან აწირლებას სურს ახლა უკვე ბრიტანეთის მთავრობას. ჩელსი არის საფეხბურთო კლუბი, რომლითაც ძალიან დიდი მოგება ფურცელზე ნახა რომან აბრამოვიჩმა, რადგან მის სამეცნიეროდ მან რამდენიმე ასეული მილიონი გადაიხადა და საბოლოო ჯამში რამდენიმე მილიარდად გაყიდა იძულებით, ცხადია, მაგრამ ესეც ცუდ ფასში გაყიდა. ხო, ცხადია, ცუდ ფასად გაყიდა და ფულს ვერ მიიღებს, მაგრამ მაინც ფურცელზე ძალიან დიდი ზრდა დააფიქსირა ამ ინვესტიციამ და ინვესტიციები სპორტში ახალი არ არის, პირიქით ბოლო პერიოდში ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი მიმართულება, მათ შორის როგორც არაბული კომპანიების და ადამიანების მიერ, ასევე NBA-ის მიმართულებით, სადაც ამერიკელებიც მათ შორის ძალიან ინვესტირებენ. NBA არის ყველაზე დიდი და პრესტიჟული საკალათბურთო ასოციაცია პლანეტაზე, რომელიც დიდწილად დგას სწორედ კომერციალიზაციაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სპორტი პლანეტაზე, რომელიც აგენერებს მილიარდობით შემოსავალს და NBA-ის ტოპ ათლეტები არიან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათლეტები, რომლებიც $100 მილიონ და შემოსავალს აგენერებენ წლების განმავლობაში. მოკლედ, NBA-ის აქვს შემოსავალი სხვადასხვა წყაროები, მათ შორის არის სპონსორშიპები, რომლებსაც კონკრეტულ გუნდებს, კონკრეტული კომპანიები უხდიან, ანუ თანხას რეკლამირების და სპონსორობის სანაცვლოდ, რაც მიღებული პრაქტიკაა ნებისმიერი სპორტული კლუბი ყოველთვის სპონსორს ეძებს, რადგან ეს ძალიან ოპერაციულად ხარჯიანი სპორტია, მას ძალიან ბევრი ფული ჭირდება. გასულ წელს 8%-ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი და შეადგინა
მილიარდ 600 მილიონი დოლარი, რაც დიდწილად დაკავშირებული იყო სწორედ უცნაურ ფენომენთან, რომელიც არის შედარებით ახლად გამოჩენილი NBA-ში 2017 წლიდან დაინერგა და გულისხმობს მაიკებზე, მაისურებზე დატანა სხვადასხვა კლუბის ლოგოების. ეს ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ახალი არ არის, ეს ძალიან კარგად ნაცნობი ტენდენცია, მაგრამ NBA-ში ეს ასე არ იყო 2017 წლამდე და 2017 წლის შემდეგ გამოჩნდა და უკვე მაისურებზე ბეჭდავენ სხვადასხვა კომპანიების ლოგოებს, როგორც ფეხბურთში ხდება, როგორც ეფერტში ხდება, როგორც ნებისმიერ სხვა სპორტში ხდება. საინტერესოა, რომ 5 წელთან შედარებით ეს არის 91% ερμანჩვენებელი, ანუ თითქმის გაორმაგდა მას შემდეგ, ხოლო გასულ წელთან შედარებით არის უბრალოდ 2 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით არის 2.5%. საბოლოო ჯამში ბოლო პერიოდში ძალიან გაზრდილია NBA-ის გუნდების შეფასება და საერთოდაც ეს სპორტი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტად ისტორიაში. აი ესეთი იყო დღევანდელი საქმიანი საღამო. ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ გეოლდებათ თელარა გალანტიას საავტორო გადაცემა. წერტილი ჩვენ კი ხვალამდე გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი.